გამარჯობათ, პატივცემულო ტელემაყურებლებო. გადაცემა ბაგრატოვანი კვლავ ეთერშია და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ბატონი ნუკრი მჭედლიშვილი. გამარჯობათ ბატონი. მოგესალმებით. ბატონი ნუკრი გახლავთ ხრიდოლის აკადემიის პრეზიდენტი, ისტორიკოსი, ქართული საბრძოლო ხელოვნების და ტრადიციების მკვლევარი. მე და ბატონ ნუკრის გვაქვს საკმაოდ უკვე წლებია მეგობრობა და ყოველთვის გვიყვარს საუბარი ჩვენ ქართულ სულზე, ჩვენს ტრადიციებზე, ჩვენს კულტურაზე. აქედან გამომდინარე, ბევრ საუბრობთ ხოლმე მომავალზე და ის თუ როგორი საქართველო გვინდა იყოს მომავალში. მაგრამ ის რომ მომავალი კარგად განისაზღვროს, კარგად უნდა ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, ჩვენი ქვეყნის ისტორიის სუნთქვა და ის ბირთვი საქართველოსი, ესე რომ ვთქვათ, სადაც არის ეს ყველაფერი დავანებული. ბატონო ნუკრი, პირველი მინდა ის კითხოთ, არა, მოდით თქვენს კვლევასთან მიმართებაში, თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით, ხრიდულთან დაკავშირებით, რამოდენიმე სიტყვით და თქვენ შესახებ რამოდენიმე სიტყვით, რომ პატივცემულ ტელემაყურებელს ეხლა თქვენ ისედაც გიცნობენ, მე ვიცი, საზოგადოება საკმაოდ გიცნობ და განსაკუთრებით ის, ვისაც ქართული სული უყვარს, ის ვისაც ტრადიციები უყვარს, არ არსებობს, რომ თქვენ არ გიცნობდნენ, მაგრამ ის ვინც შეიძლება არ გიცნობთ და აუღზრათ, ესე იგი ეს სული და ეს ჩვენი ქართული ცეცხლოვანი აი ნამდვილი ტრადიციული სულიერება ადამიანებში აი მათთვის რო იყოს რა, ასე რომ გთხოვთ ამასთან დაკავშირებით. ჩემი საქმიანობა და ჩემი მეგობრების მარტო არ ვარ ამ საქმეში და მას მთელი თაობა მოგრო და იმათ გარდა, იმ თაობის გარდა, ვინც ჩვენ 90-იანი წლებიდან ამ საქმეს ვაკეთებდით, ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ და უკვე რამდენიმე თაობა გაიზარდა, ვინც ამ საქმეს ემსახურება და ჩვენი მიზანი არის მხედრული ტრადიციების აღორძინება, აღდგენა, მოძიება თუ რამე ჩვენს წინაპარს გაუკეთებია ისეთი, რაც მნიშვნელოვანია დღევანდელი საქართველოსთვის. და ამ ყველაფრის გადაცემა მომავალი თაობებისთვის და დღევანდელი თაობის აღზრდა იმ ტრადიციების მიხედვით. ტრადიცია არ შეიძლება რომ იყოს, აქვს ტრადიციას ისეთი რაღაცები, რაც არ შეიძლება რომ იყოს მუდმივი და დროთა ვითარებაში შეიძლება ის მოერგოს ახალ დროებას და ჩვენი საქმეც ასეთია. ქართველი იბრძოდა 1000 წლეულების განმავლობაში, რომის ქვეყანა სახელმწიფო თავისი შეენარჩუნებინა, მაგრამ დროთა განმავლობაში დროის მიხედვით იცვლებოდა ბრძოლის წესი. აი როგორც ილია ამბობს, რომ თითქოს ის დრო წავიდა, რომელიც როცა ხვლით ვიცავდით და ახლა მოვიდა დრო, როცა კალმითაც უნდა დაიცვა ქვეყანა. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ყველა დროში კალმით და ხვლით ერთნაირად იბრძოდა ქართველი, ასე რომ არ ყოფილიყო უმეტესობა ერებისა, ვინც ასე არ გააკეთა და არ ჩათვალა, გადაშენდა და გაქრა და არის დრო, როცა წინა ხაზზე გამოდის იარაღი და არის დროება, როცა წინა ხაზზე გამოდის კალამი. ჩვენი საქმე, ხრიდოლის საქმე ზუსტად ასეა. ჩვენ თვლით, რომ ცოდნა, განათლება, საკუთარი წარსულის ცოდნა, ძლიერება ის, რასაც ჩვენ გვაძლევს ქართული ისტორია, ლიტერატურა, ქართული საქმე ზოგადად და ფიზიკური მზაობა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დაიცვა, არის ერთმანეთში შენივთებული და ჩვენ ძველები იტყოდნენ ასეთ რამეს, რომ ეს რაც საკუთარ ოჯახშიც კი გამიგია, საკუთარი პაპისგან და საკუთარი დიდედისგან, რომ ვაჟკაცი, ქალი იქნება თუ კაცი იქნება მეომარი, უნდა იბრძოდეს როგორც სიტყვით, ისე უნდა იბრძოდეს მუშტით. არა აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში გულისხმობ იმას, რომ როცა ძალას მოიტანენ ძალით, შენ უნდა ძალით დახვდე, როცა ძალას მოიტანენ შენზე სიტყვით, შენ უნდა შეგეძლოს სიტყვით დახვედრა
და არასდროს არ უნდა ეომო სიტყვით საომრად მოსულ ადამიანს მუშტით, იმიტომ რომ დამარცხდები აუცილებლად და ასევე შენი სიტყვა არ გაჭრის თუ მტერი ცდილობს რომ ძალა მოიტანოს შენზე ფიზიკური. ეს იყო დაწერილი და დაუწერილი კანონი ქართველისთვის, ამით მოვედით. დღემდე არ გვეშლებოდა არც ერთი, არც სიტყვა და არც ძალის მიტანა და ხრიდოლი ამას აერთიანებს. აქ არის ერთდროულად, როგორც მხედრული წვრთნა, ისე მას აქვს მხედრული კოდექსი, რომელიც 365 წესს აერთიანებს და ასწავლის თითოეულ მეომარს, როგორ იცხოვროს თავის ყოველდღიურ ყოფაში. ამ კოდექსს ქვია ზნენი და 365 წესია, როგორ უნდა მოიქცე უფროსთან, უმცროსთან, როგორ მოიქცე პურობის დროს, როგორ მოიქცე ქალს, როგორ მოიქცე მტერს, როგორ მოიქცე მოყვარეს, ვისი რავალი გაქვს თავის დროზე გადაიხადო და არ შეგეშალოს ჯერ პირველ რიგში შინაურებში და მერე არ შეგეშალოს არც მტერთანაც არ უნდა შეგეშალოს და ხრიდოლი ამას ასწავლის ზუსტად თავის მხედრული კოდექსით და თავისი მხედრული წვრთნის წესით. თვითონ ხრიდოლი არის ასე ჩამოყალიბდა, როდესაც ფეხს იდგავდა ჩვენი საქმე, თავიდან ხრიდოლი არ წარმოადგენდა სახეობას, ეს არ გამოიყენებოდა. პირველი მცდელობა რომ სახეობად ჩამოყალიბებული იყო 97 წელს მოხდა ეს ამბავი, როცა ვცადეთ რომ სპორტული საბრძოლო სახე მისცემოდა და საბოლოო ჯამში ქართული საბრძოლო ხელოვნების 5 მიმართულება ერთ სისტემად გაერთიანდა. ეს 5 მიმართულება, 2 მიმართულება საჭიდაო მიმართულებაა, ერთი იარაღის ფლობის წესი, ერთი სროლის წესი, იქნება ეს მშვილდი თუ ეს იქნება თუ დანა თუ ქვა თუ არა აქვს მნიშვნელობა, სროლა რომ იცოდეს, ეს ძველ საქართველოსთვის რაც იყო დამახასიათებელი და ქართული კრივი, რომლისიც ჭიდაობა და დარტყმის ხელოვნება ერთმანეთში არის გაერთიანებული. ეს 5 სახეობა, ეს სახელები წესი აქვთ, ხარდიორდარ, კენა, ეს 2 სახეობა არის ჭიდაობისა, კრივი, ფარიკაობა და შილინდი, ესე იგი მიზანში სროლა. ეს 5 სახეობა ქმნის ხრიდოლს, საბრძოლო სისტემას. ხრიდოლი როგორც საბრძოლო სახეობა არ არსებობდა ძველ საქართველოში, მაგრამ არსებობდა როგორც ბრძოლის წესი. ესე იგი დუელის წესი, ერთგვარი შერკინების წესი და არის ნაწარმოები ხრიკიდან, პირველნელი ფუძე სიტყვა ხრიკი, ხრიკული მოქმედება, ხრიდული მოქმედება ძველ საქართველოში ნიშნავდა გონიერ მოხერხებულ მოქმედებას უპირატეს მდგომარეობაში მყოფი მეტოქის დასამარცხებლად. ესე იგი ხრიკით, ხერხით და იოსებ გრიშაშვილი კრივის სახეობათაც აღწერს ამ დუელის წესს, სადაც გამომწვევი ცალი ხელით ებრძვის 2 ხელით მოქმედ მეტოქეს. ესე იგი შენ ერთი ხელით, 2 ხელით მოქმედი მეტოქე უნდა დაგემარცხებინეთ. ჩვენი ისტორია ასეთია, ჩვენ ესე მოვედით დღემდე ისეთ ადგილას მდებარეობდა კავკასია და კავკასიის მზე საქართველო, რომელიც მთელ კავკასიის ყველა ერს ესაზღვრება და ყველა ხალხს ესაზღვრება. ერთადერთი ქვეყანაა კავკასიაში საქართველო ასეთი. ჩვენ ვიყავით გული კავკასიის, გულისცემა საქართველოსი გადაეცემოდა ყველა კავკასიელს და ისეთ ადგილას იყო კავკასიელების და ქართველების სამშობლო, რომ საბიმხრიდან, სულ ცოტა საბიმხრიდან ყოველთვის ვიღაც უდიდესი იმპერიები ცდილობდნენ ჩვენ წაქცევას და ჩვენ ამოგდებას, მაგრამ ის იმპერიები ერთმანეთის მიყოლებით დაემხო, გაქრა და ჩვენ ისევ არსებობთ. ერთი მხრიდან მოსული მტერი რაღაცა 10 წლების შემდეგ ან საუკუნის შემდეგ შეიძლება სულ სხვა ენაზე მოლაპარაკე იმპერია მოსულიყო და გაგუბეზობლებოდა ჩვენი მეზობელი დაუხტარიყო საუკუნის მერე სულ სხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხი. ესე მოვედით დღემდე, ჩვენ შევრჩით კავკასიელები, შევრჩით ქართველები, შევრჩით ჩვენ ვართ ამ მხარეში ერთადერთი არაიდეოლოგიური მოდგმის ხალხი, რომელიც ისევ არსებობს და არსებობდა მანამდე, სანამ ზოგადად იდეოლოგიური ტომები გამოჩნდებოდა კავკასიის გარშემო და ევროპაში გამოჩნდებოდა. ჩვენ უძველესი ცივილიზაციის ნაშთი ვართ და როგორც ჩანს, სწორად ვარჩევდით, როგორ დავხვედროდით მტერს, ხერხით, ხრიდოლის წესით, ხრიკით, როგორ დაგვემარცხებინა უპირატეს მდგომარეობაში ყოფი მეტოქე. იმიტომ რომ იმპერიები გვჩაურავდნენ რაოდენობით, იმიტომ რომ იმპერიას ახასიათებს სხვადასხვა ერების ჩაყლაპვა და მე ამ ერთიანი ძალის რაღაცა მიმართულებით შემდეგი მსხვერპლის
ჩასაგდებად ერთ რომელიღაცა მიმართულებით მისი წაყვანა და ესე იყო რომ ხან ასენაზე მოლაპარაკე იმპერია მოგვადგებოდა და უდოდა რომ ერთი ენა ჩვენიც ყოფილიყო იმპერიის ნაწილი, მაგრამ ვერ წაგვაქციეს შევრჩით სამყაროს და ის იმპერიები დაესწრე, დაემხრე და ჩვენ გადავრჩით და ესე იქნება 1000 წლის შემდეგაც, იმიტომ რომ ჩვენი წაქცევა არ ყოფილა ეგრე ადვილი. ბატონ ნუკრი, საქმე იმაშია რომ მე თვითონ ვიკვლევ და მკვლევარი ვარ მესოპოტამიის ასირიოლოგია, ეს მიმართულება, რომელიც ფაქტურად 1872 წელს დაიწყო. ოდა სად გაქრა ის ხალხი, რომელსაც იკვლევდი? ის ქვეყანა, ის სახელმწიფო. ზუსტად ახლა თქვენაც ბრძანეთ. მინდა რომ ტელემაყურებელს მე წინა გადაცემებშიც მაქვს ეს ნათქვამი, მაგრამ გავიმეორებ ამას, რომ ისტორიულად, ანუ ისტორიული დისციპლინით, რაც თანამედროვე ისტორიული დისციპლინა გვაძლევს საშუალებას, პირველი ცივილიზაცია, ესე რომ ვთქვათ, ცივილიზაცია სადაც იყო, ეს არის ვთქვათ შუმერები იყვნენ, შუმერები საიდან მოვიდნენ არ არის ცნობილი და ნუ მე ვიძახი იმ დისციპლინით, ვთქვათ, როგორც განიხილება ისტორია დღევანდელ დღეს თანამედროვე დროს. შუმერებთან კავშირში, ნუ შუმერების შემდგომ ეგვიპტის ცივილიზაცია, მერე ჰარაპანის ცივილიზაცია, ჰინდუსის ველის ცივილიზაციასაც ეძახიან ამას. ესეც უძველესი ცივილიზაცია არის და ძალიან საოცარი რამ არის, რომ აი ზუსტად ინგლისში, როდესაც ასირიოლოგიის და შესწავლა დაიწყო და თიხის ფირფიტები და ლუსმული დამწერლობის გაშიფრვა და ეს ყველაფერი ხდებოდა. აი ზუსტად ამ დროს ივანე ჯავახიშვილმა გააგზავნა მიხა კოწერეთელი, ლინგვისტი, ისტორიკოსი ინგლისში ზუსტად ამ მიმართულებით სამუშაოდ. და მიხა კოწერეთელმა დაიცვა დისერტაცია, რომ სვანურში ძალიან ბევრი შუმერული, ანუ ეს კავშირი ძალიან სერიოზული კავშირი გვაქვს ჩვენ შუმერულ ძველ ცივილიზაციასთან და იმიტომ რომ ის არის ინდოევროპელი ცივილიზაცია. ესე იგი ჩვენ ვიყავით, ისიც იყო, ის გაქრა, მოვიდნენ სემიტები, ამ შემთხვევაში სემიტები მოვიდნენ იმ ადგილას, სადაც შუმერი იყო, დღეს სემიტები ცხოვრობენ, არაბები ცხოვრობენ და ესე იგი ის ცივილიზაცია რომ იყო და ჩვენ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდა და ეს კონტაქტი ჩანს, ენობრივადაც ჩანს, ტოპონიმიკაში ჩანს, ასე შემდეგ. ხრიდოლის ამბავშიც ჩანს, იმიტომ რომ ხო და აი ჩვენ აი ზუსტად თქვენ რომ ხრიკზე საუბრობდით. წარმოიდგინეთ, შუმერები აღარ არსებობენ და აქადის იმპერიამ გადასანსლა, ესე რომ ვთქვათ, შტაინთქა თავისში პირველი იმპერია, რომელიც არსებობს კაცობრიობის ისტორიაში, აქადის სარგონდიდის მიერ დაარსებული იმპერია და სადაც ამის შემდგომ ცივილიზაცია ნენელა, სადაც იყო ცივილიზაცია, იქ იყვნენ პროტოქართველები, ანუ ჩვენი წინაპრები და ზუსტად აი ისეთ ქარცეცხლში გამოიარეს ისტორიის, აი მართლა საოცარ ქარცეცხლში, სადაც იმპერიები იბადებოდნენ, რომელსაც უნდათ განადგურება ყველაფრის და ზუსტად ჩვენმა ხრიკმა და ჩვენმა აი ამ სისტემამ, გონებრივმა ფიზიკურმა, ხო, ჩვენ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. ანუ მთელი ცივილიზაცია, ვთქვათ, სადაც იყო, ჩვენ ყოველთვის იქ ვიყავით და ეს ისტორიულად ესე მოდის და აი ზუსტად აი ამ ხრიკმა და ზუსტად ჩვენს ხალხურ გამონათქვამებში, ზღაპრებში, ანდრეზებში, ვთქვათ, აი განსაკუთრებით ფშავი ხევსურეთი მთიულეთსაც შემონახული არის უძველესი. აი ბოდიში რომ გაწყვეტინებთ. ძალიან კარგია, შუმერი ხომ ახსენეთ და შუამდინარეთში იმ ეპოქის, შუმერის ეპოქის ტაძარში ორი აღმოჩენა ესეთი, სადაც გამოსახულია იმ დროს როგორ ჭიდაობდნენ ის წესი. ერთ-ერთზე როგორც ჩანს ეს რიტუალური მნიშვნელობაც ჰქონდა, რახან ტაძრის ტერიტორიაზე ნაპოვნი და თან ერთ-ერთ შემთხვევაში
მოჭიდავებს თავზე ქოთანი აქვთ დახატული. ახლა თავზე ქოთნით ხო ვერ იჭიდავებ, ეს რაღაც რიტუალი სრულდებოდა და ეს არის უქოთნოს და არის ის და ესენი ჭიდაობენ ორი ხელის კამარში ჩავლებით, ღოჯურ ჭიდაობას შევძახით ჩვენ ამას და ეს ჭიდაობა შემორჩენილია მთელ საქართველოში, აღმოსავლეთში, დასავლეთში. სვანური ჭიდაობა ზუსტად ესეთია. იმის გარდა რომ სვანეთში ეს ჭიდაობა არსებობს, იმის გარდა ეს ჭიდაობა არსებობს როგორც დასავლეთ საქართველოს ბარში ღოჯური წესი ჭიდაობა, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც და მთაშიც. ეხლა ხან ხევსურეთის კადრები გამოქვეყნდა და ხევსურეთში იყო დაფიქსირებული ჭიდაობის ორი სახეობა. ერთს ქვია ვასოელაშვილი, აკადემიკოსი ვასოელაშვილი აფიქსირებს ამას. ერთს ქვია მოშდამოშ და მეორეს მუქასრის სახელის ჩავლებით და ერთია წელზევით ჭიდაობის წესი, ახლა არ დავწვრილ მანდები, რაც ესები აქვს, მეორე წელსქვევით ქამრი და შარვლიდან და ქამრიდან ჭიდაობის წესია და არ ვიცოდით, იმიტომ რომ ვასოელაშვილს არ აქვს დაფიქსირებული და დღევანდელ ხევსურეთში აღარ არის შემორჩენილი, თუ ღოჯური ჭიდაობაც არსებობდა ხევსურეთში და ეხლა ხან კადრები გამოქვეყნდა ძველი, აქამდე რო არა ყოფილა ესეთი კადრები ფილმიდან 20-იან წლებში გადაღებული ფილმია სავარაუდოდ და იქ ჩანს რომ საჩვენებლად ორი წყვილი ჭიდაობს ღოჯურს, ქამრიდან ჭიდაობს. ესე იგი სვანეთისთვის, ხევსურეთისთვის, კახეთისთვის, დასავლეთ საქართველოს ბარისთვის, აღმოსავლეთ საქართველოს ბარისთვის დამახასიათებელი ჭიდაობის სახეობა, ღოჯური ჭიდაობა შუბერშია ჯერ კიდევ დაფიქსირებული. ერთ-ერთი ჩვენ ვიყავით ლიტვაში რაღაც ღონისძიებაზე, რაღაც ფესტივალი იყო, სოფლიო ფესტივალი, ხრიდოლი იღებდა იქ მონაწილეობას და ერთ-ერთი ტაშკენტიდან ერთ-ერთი მეცნიერი კაცი, რომელიც უზბეკეთის ნაკრებს ხელმძღვანელობდა, მოჭიდავე კაცი, სპორტულ ამბავში იყო, მეცნიერებაში იკვლევდა რაღაცებს და იბა რო გაიგო რომ ქართველი ვიყავი, მკითხა რომ შენ თუ იცი რომ ესეთი სახეობა არსებობს ჭიდაობის საქართველოში. მე ვუთხარი კი არსებობს. საიდან გაქვთ თუ ეს? მე ვუთხარი ჩვენია რა 7000 წლის წინ ჯერ შუბერშია დაფიქსირებული. გაუკვირდა ეს რომ ვუთხარი რომ შუბერშია ჯერ კიდევ დაფიქსირებული და მე ამაზე კვლევა მაქვს დაწერილი ტაშკენტში დისერტაცია მაქვს დაცული, რომ ეს არის თურქული ტომებისთვის დამახასიათებელი და იმის გამო რომ ჩილო-კავკასიის სტეპებში თურქული მოდგმის ხალხი ჭიდაობდა ასე. მათ ასწავლეს კავკასიელებს და კერძოდ თქვენთან აი სვანეთში ვიცი რომ ხო ფიქრობდა, ის ესე ფიქრობდა რა. ხო და მე ამის შესახებ დავიცავი დისერტაცია, ასე შემდეგ მითხრა და აი აქედან შემოვიდა და მე ვუთხარი არ იცოდით რომ შუბერში იყო ეს დაფიქსირებული, იმიტომ რომ თურქული ტომების მოსვლამდე და საერთოდ ის გამოჩენამდე ხო და მითხრა რომ ახლა გული მწყდება რომ ეს მაშინ არ ვიცოდი, იმიტომ რომ ეს ჩემ დისერტაციაში მიწერია რომ ეს ასია და მე ვუთხარი რომ 500-მდე სიტყვა და ტოპონიმი მარტო სვანური გარემოდან ემთხვევა შუბერულს და ეს ჭიდაობაც ემთხვევა რაღაც ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაცია არსებობდა სანამ მოვიდოდნენ აქ ამ ტერიტორიაზე სემიტები, სანამ მოვიდოდნენ ინდოევროპელები, ჯერ კიდევ შემოედები რომ ხურიტები იყვნენ აქ და ანუ ჩვენ ვართ იმ ძველი ცივილიზაციის თავმოყრები, ამიტომ ბუნებრივად ეს არის შენახული. აღმოჩნდა რომ მან ეს არ იცოდა, ის ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა, მეცნიერი კაცი, ბევრი რამე იცოდა, მაგრამ შეცმა ამაზე, მას ეგონა რომ რაღაც ახალ ინფორმაციას მეუბნეოდა და მეუბნეოდა როგორ ცოდნოდა საიდან მოხვდა საქართველოში ამ სახის ჭიდაობა და აღმოაჩინა რომ თურმე თურქული ტომების გამოჩენამდე აქედან ეს პირიქით აღმოჩნდა, მათ ისწავლეს ისწავლეს მანამდელი ძველი ცივილიზაციისგან, რომელსაც ჩვენ ვერ ათესავებოდით. ეს მთელ ხმელთაშუა ზღვის პირეთში იყო გავრცელებული ეს ცივილიზაცია. იტყვიან ევროპაში, რომ ბასკებიღა არიან დარჩენილი არაინდოევროპული ტომები და ვიც დღეს ეროვნული ცნობიერება გააჩნია და კავკასია მხრივ არის მარგალიტი თავისი ენებით, ყველაფრით და კავკასიისთვის წეღარას თქვი, საქართველო არის კავკასიისთვის აკვანი და მზე და შუაგულია და ეს გულისცემა წეღარას აღნიშნე კავკასიისა ყველაზე მეტად საქართველოში ისმის და საქართველო ეს ყველაფერი გამოიარა და ეს ხრიდოლში ჩანს, იმიტომ რომ აი ეს ღოჯური ჭიდაობა, რომელსაც 7000 წლის წინ შუბერში ჯერ კიდევ ჭიდაობდნენ, ეს ღოჯური ჭიდაობა დღევანდელ ქართულ ჭიდაობაში დარგებიდან არის ერთ-ერთი დარგი. გარდა იმისა, რომ ცალკე სახეობაა, ერთ-ერთი დარგი, აი მოგვერდების, კისრულების დარგია, მოგვერდების დარგი, ასე შემდეგ, ღოჯურების დარგი არის ცალკე დარგი, რომელიც 7000 წელია ქართულ ჭიდაობას ახასიათებს.
ვერც ერთი ჭიდაობა ვერ იტყვის, რომ ქართული ჭიდაობის ტრადიციაზე ხუთი მიმართულება აქვს, როგორც თუ იქ ხრიდოლში, იქიდან ორი მიმართულება ზუსტად ხარდიორდა და რკენა ქართულ ჭიდაობას განასახიერებს. ის ქართული ჭიდაობა, რომელიც იუნესკოს მიერ არის აღიარებული და ქართული ჭიდაობის ფედერაციამ დიდებული საქმე გააკეთა, რომ ეს აღიარების მიმართულებით იმუშავეს და მოხდა მისი აღიარება, აი სახეობაში, რომელიც იუნესკოს მიერ არის აღიარებული და ეს არის ქართული ჭიდაობა, 7000 წლის წინადელი შუბერში დაფიქსირებული სახეობა, ერთ-ერთი მთავარი დარგია და ცალკე სახეობაც არის. ძალიან კარგი საქმეა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დღევანდელ დღეს აი თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენ მოვედით აქამდე, აი ახლა ისტორიული მიმოხილვა გავაკეთეთ, ვართ უძველეს ცივილიზაციის ნაწილი, ცალსახად ეს დასტურდება, რომ ნამდვილად უძველესი ცივილიზაციის ნაწილი ვართ და უძველესი ფესვები გვაქვს არქაული პერიოდიდან მოყოლებული, რაც ჯერ მეცნიერულად დასტურდება და ну ამის გარდა საქართველოს თვითონ არქეოლოგიურად ამ ეტაპზე მაქვს ეგ მონაცემები დაახლოებით 5% არის შესწავლილი, მეტი არ არის შესწავლილი. და თქვენ წარმოიდგინეთ, ანუ მოვდივართ ზუსტად აი ამ დღევანდელ დღემდე მოვედით, მოგვიყვანა ამან ძალიან ცუდი გავლენა იქონია, რა თქმა უნდა, რუსეთის იმპერიის ჭრილში ყოფნამ და შემდეგ საბჭოთა კავშირის ჭრილში ყოფნამ იმ ხრივ, რომ საქართველოს 250 წლის წინ იცნობდა ყველა. და კავკასიის სანამ იყო სახელმწიფო. ყველა იცნობდა და ყველა მიცოდა რას წარმოადგენდა. აბსოლუტურად ყველა მიცოდა და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ფაქტიურად ჩვენ თანამედროვე მსოფლიოს უნდა გავაცნოთ ჩვენი თავი და თან იმ პერიოდში ტექნოკრატიული განვითარების პერიოდია, ტექნოკრატია ახლა ძალიან მაღალ დონეზეა. ნებისმიერი იარაღი კიდე ჩვენ ვიცით, რომ გონების მიერ არის ხო შექმნილი, ანუ გონება. თუ გონება ძლიერი გაქვს ადამიანს, ზუსტად ხრიკებით ძალიან კარგად შეგიძლია და აქედან გამომდინარე ხრიდოლი მე ვფიქრობ, მე მოხარული ვიქნები, რომ განათლების სამინისტრო, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა მიაქცევს ყურადღებას იმას, რომ ქართული საბრძოლო ხელოვნება აუცილებელი იყოს სკოლებში, გოგონებისთვის და ვაჟებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს და ეს მოგცემს ზუსტად აი ეს 365 ზნე. თუ რამე შემეშალა, შემისწორეთ აუცილებლად. ზნენი იყოფა ზნეობებად, ზნეობები იყოფა საქციელებად. ანუ ეს ყველაფერი. როგორ შეიძლება საქართველოში არ ისწავლებოდეს და არ იყოს აუცილებელი. აი ამ ზნეთი რო გაზრდილიყო ბოლო თაობა დაახლოებით 10-15 წელი თუნდაც რო ყოფილიყო ეს ზნენი და ეს შესულიყო თქვენ უკვე 90-იანი წლებიდან ფაქტიურად 97 წელს ბრძანეთ ხო რომ უკვე ფედერაცია დაფუძნდა 93-ში და გაერთიანდა ეს ჯგუფები და ის სახე რომელიც დღეს აქვს ხრიდოლს მიიღო 97 წლიდან 97 წლიდან აი ჩვენ 97 წლიდან ნუ 98 წლიდან ან 99 წლიდან რომ აუცილებელი ყოფილიყო და განათლების სისტემაში ყოფილიყო შეტანილი ეს როგორც აუცილებელი სწავლება. რამდენად რა თაობა გვეყოლებოდა დღეს? აი თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს რას მოგცემდა ჩვენ? მე ვფიქრობ ზოგადად მე ასე მიმაჩნია სწორად და ერთი წუთი არ ვფიქრობ რომ სხვანაირად შეიძლება იყოს. მე ვფიქრობ რომ ამ ხრივ ბევრი რეფორმაა ჩასწარებული, ოღონდ ამ რეფორმას ჭირდება დიდი თანხები. და რას გულისხმობ ამ რეფორმაში? ყველაზე სწორი სკოლებისთვის მიმაჩნია, რომ სკოლებს უნდა მიეცეთ საშუალება და რაღაც ფორმით იყოს წახალისებული, რომ ყველა სკოლაში უნდა იყოს რამდენიმე სახეობა, როგორც კლუბი დაფუძნებული. არის ზოგიერთ სკოლაში ეს გაკეთებული, ეს არ არის რაღაც კანონის დონეზე და რაღაც, მაგრამ ახლა მაგალითად თვლი რომ თქვა თუ არის ავიღოთ ნებისმიერი საჯარო სკოლა, სადაც 2000 კაცი სწავლობს, 2000 ბავშვი სწავლობს და იქ არსებობდეს ძიუდოს კლუბი,
ღია სათამაშო სახეობების კლუბი თქვა ღია შეიძლება სტადიონი სკოლის ფეხბურთი იყოს, კალათბურთი და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე მიმართულებით აუცილებლად უნდა არსებობდეს კლუბები ნებისმიერ სკოლაში. ის იქნება საბრძოლო ხელოვნება, ჭიდაობა, სათამაშო სახეობები, რაღაც. რომ ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება, რომ გააკეთონ არჩევანი საით წავიდეს. იმიტომ რომ დაავალდებულ 2000 კაცი რომ მაინც და მაინც ხრიდოლში ივარჯიშოს არ მიმაჩნია რომ ეს იყოს სწორად, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ გააჩერებ მათ და შეიძლება ბავშვია დაბადებული სათამაშო სახეობებისთვის და იმ სათამაშო სახეობების მიმართულებით შეიძლება რომ წავიდეს. არ არის და არსებობს ფიზკულტურა. თვლი რომ ფიზკულტურა როგორიც არის, უფრო უნდა დაიხვეწოს, მაგრამ ისეთი უნდა დარჩეს როგორიც არის, იმიტომ ფიზკულტურის გაკვეთილი ხშირად ვკითხულობ ხოლმე თუ არ გავითვალისწინებ სხვა ქვეყნების მაგალითებს, ევროპის ქვეყნების, დასავლეთის ქვეყნების, იაპონიის იმ ქვეყნების, რომელსაც უფრო მეტი გამოსცადეს ამ ხრივ, იმიტომ რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა ის აღდგენა მოხდა 35 წლის წინ და მეორე რაღაცა ჩვენ სასწაული გვაქვს ჩვენ და უნდა დაუბრუნდეთ იმ გზას, რასაც სახელმწიფო ქვია, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავზადოთ ამ სახელმწიფოს მსახური შვილები, რომლებიც ამ ქვეყანას დაიცავენ. ამიტომ შენ გასაზრდელი ყავს ჯარისკაცი, შენ გასაზრდელი ყავს პოლიციელი, გასაზრდელი ყავს მეცნიერი, მანამდელი ჯარისკაცი, პოლიციელი თუ მეცნიერი ემსახურებოდა საბჭოთა იმპერიას და მიზანი იყო ეს, მაგრამ ქართულ სახელმწიფოს რომ ემსახურება, ესე იყოს ჩვენ გასაზრდელი. ამიტომ ამ ხრივ განათლების მიმართულებითაც, განათლების პირველი რგოლი რაც არის ეს სკოლაში ვთვლი რომ უკვე გამოსცადეს ეს ამბავი და ხშირად ვეკითხები დასავლეთის ან იაპონიის ან წინწასული ქვეყნების პრაქტიკაში როგორ ხდება, ყველაზე გამოცდილი მაინც ის არის რომ კვირაში 2 დღე ან 3 დღე აუცილებლად უნდა იყოს სპორტის დღე, როცა ბავშვები სათამაშო სახეობებით დაკავდებიან. ეს არის ფეხბურთი, კალათბურთი, სადაც გუნდური თამაში, მეგობრობა, რაღაც ერთმანეთის დახმარება, რაღაც ერთმანეთში თუნდაც დავა და რაღაცის გარკვევა იქნება და შვები და იმის გარდა წეღარას თქვი სკოლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს და კარგი იქნება რომ ყველა სკოლას ჰქონდეს, რაც თქვით, ხრიდოლის ბაზა, სადაც რაღაცა რაოდენობა ბავშვებისა ჩაერთვება და სხვასაც მისცემს საშუალებას რომ დაინახოს ეს რა არის და გააკეთებს ამას. ამიტომ ვფიქრობ რომ უნდა იყოს აუცილებლად სათამაშო სახეობებისთვის კვირაში 2 დღე ან 3 დღე გამოყოფილი, როგორც არის ფიზკულტურა, სხვა არ მუშაობს უბრალოდ. ეს ევროპაშიც ცადეს, ამერიკაშიც ცადეს, იაპონიაში ცადეს, უნდა იყოს ეს და დანარჩენი კიდე უნდა იყოს აი ესეც კლუბები, დაახლოებით 5-6 სახეობა სკოლის ბაზაზეა დამოკიდებული როგორი ტერიტორია. იცით ბატონო ნუკერი, აი რა ვიგულისხმე, მე ხლა კარგად ვიტყვი რისი თქმა მინდა. უბრალოდ როდესაც მე შეიძლება ნიჭი მაქვს ფეხბურთის ან ნიჭი მაქვს კალათბურთის, უფრო ანუ ის მიმართულება ჩემთვის უფრო თქვათ მაქვს ეს ამის ნიჭი მოცემული. ან ნებისმიერი სხვა სპორტის. მაგრამ მე როდესაც გავლილი მექნება აუცილებლობას რას გულისხმობ, თუნდაც ხრიდოლის აი ეს ზნენი, აი გარკვეულ დონეზე, თეორიულ და გარკვეულ პატარა თუნდაც მცირედი, ანუ შეიძლება ეს სისტემა ჩამოყალიბდეს და არ არის პრობლემა, თქვათ რაღაც გარკვეულ ასაკში, რომელიც თქვათ ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკური მონაცემებითაც შესაძლებელია რომ დაიწყოს ეს მომზადება, აი რამოდენიმე თქვათ კლასში თქვათ მაგალითისთვის ვიტყვი, მე-3, მე-4, მე-5 კლასებში თქვათ ეს არის აუცილებელი რომ ეს გაიაროს. ანუ ის მე რა მიმართულებითაც უნდა როგორც ბრძანეთ, რა თქმა უნდა, ზოგი ნიჭი სხვა იმაში აღმოაჩნდება, ზოგ სხვაში აღმოაჩნდება, მაგრამ აი ის რომ ამ ჩვენ ახალგაზრდებს გავლილი ექნებათ, აი აქ ზნეჩვეულებები და ეს იქნება მათი სულში დაიწერება. აი მე რა მიმართულებაც უნდა დაირჩიოთ, რა თქმა უნდა და თქვა აი როგორ აი ამ კუთხით გეთახმები თავი და ბოლომდე ცოტა
თუ კი ესეთი რაღაც გაკეთდება, მოფიქრება ჭირდება, როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს. გეთახმებით იმ ნაწილში, რომ კარგი იქნება, რომ ბავშვები გაიზარდონ იმ ტრადიციულ ფასეულობებზე, რასაც ქართული დიახ. აი ზუსტად აი ამ ეს ამას ვთვლი, რომ ყველა უნდა ასე აღიზარდოს. აი იყო ცოტა ხნის წინ, აი ბოლო 25 წლის განმავლობაში ლაპარაკობ პოლიტიკის გარეშე ვამბობ ამ რაღაცას, როცა ქართულ საზოგადოებაში იყო კამათი, თქვათ სიტყვაზე ავტობუსში უნდა დაუთმოს თუ არა უფროს ვიღაცა ადგილი, ახალგაზრდა ადგილი, თუ არ უნდა დაუთმოს. თქვათ იყო ესეთი შემთხვევა მახსოვს, რომ სკოლაში ბავშვი ტყებალს ესროდა, ახალ შემოსულ ტყებალს ესროდა მასწავლებელს და მასწავლებელი მოუტრიალდა და თმები დააწიწკდა, მოკაჩა და ის მასწავლებელი სამაგალითოდ გააგდეს სკოლიდან. აი ამ მანდატურთა ინსტიტუტი პირველად რომ შემოიღეს, აი იმ პერიოდში მოხდა და საერთოდ არ გაირჩა ეს რამდენად ბები ისტოლა ადამიანს რომ ბავშვი ესროდა და ის მოტრიალდა და ასეთი რეაქცია ჰქონდა. ახლა შვილიშვილს რო ესეთი რამე გააკეთოს და მოუბრუნდეს მასწავლებელი თმებზე მოკაჩოს და უთხრას შენ რატო აკეთებ ამას, არა გაირჩა იმისი საქმე და არ გაირჩა რა მდგომარეობა შეიძლება და ხვალ და ზეგ ამ ბავშვის დეგრადაციის გენიალური მაგალითია. ხო და აი ეს აი თანდათან მოყვა ამას მე ახლა არ მოვყვები, იმიტომ რომ შორს წაგვიყვას ამ მიმართულებით ისე მასწავლებელი რომ არის სკოლაში იგივე დედა და იგივე მამა და რომ დედას და მამას როგორ უნდა მოექცე, როგორც სიტყვაზე ქრისტიანი იქნები თუ მუსლიმი იქნები არ აქვს მნიშვნელობა, რა რჯულისაც არ უნდა იყო, მშობლების პატივისცემა და მასწავლებელი არის ერთ-ერთი მშობელი, მშობლების პატივისცემა შედეგს გავალია და ამის დარღვევა არაფრით არ შეიძლება და რაღაც მომენტში ისე მოხდა, ეხლა საბედრიოდ ასე არ არის, მაგრამ მაშინ ქართულ საზოგადოება ამ თემაზე მსჯელობდა, რა უფლებები ჰქონდა მასწავლებელს, რა უფლებები ჰქონდა ბავშვს და ისე გამოვიდა, რომ მასწავლებელი დაიჩაგრა მაშინ და ეხლა სხვათა შორის მასწავლებლებს უკაცრავად მასწავლებლების მდგომარეობა საგანგაშოა, იმიტომ რომ მათ ფაქტიურად მათი უფლებები არის ძალიან დაბალ დონეზე. ბატონო, ეს მაშინ დაიწყო და ეს ძალიან მძიმე ამბავია, მე ვთვლი, რომ აი როგორც თქვენ ახსენებთ, ტრადიციული აღზრდა, თქვათ ხრიდოლს თავისი კოდექსი და გამომდინარე დავადებოთ თავი ხრიდოლი, არაფერს ვერ შეხრიდოლმა დღეს მიიწება ეს თუ ეს ყველა ქართველს ეკუთვნის, ყველას. ხო, რა თქმა უნდა, ეს ზნეა და ეს არის ეს არ არის ხრიდოლი, ხრიდოლმა უბრალოდ აიღო ის და გამოიყენა, ახლა სჭირდება, თორე ზოგადად ეს ყველა ქართველის ნეობა იყო და ქართველთაც ნეობას ეს განსაზღვრავდა და მე ვფიქრობ, რომ ეს არა მარტო ოჯახში და ოჯახის იმედად არ უნდა იყოს, ეს პირველ რიგში სკოლაში უნდა ისწავლებოდეს ნეობა, როგორ უნდა მოიქცე. აი, უნდა ისწავლებოდეს იმასთან ერთად, როგორც ბავშვს ასწავლი გზაზე გადასვლას, შუქნიშნისთვის ყურადღების მიქცევას და ასე უამრავ რამეს, რომ როგორ არ გააჩინოს ცეცხლი ტყეში, როგორ არ დაანაგვიანოს და ასე შემდეგ. აი ეს ნეობა ქართული ამ ყველაფერთან ერთად უნდა ისწავლებოდეს დღევანდელი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ის რომ გაიზარდოს ადამიანი, რომელიც აი საორჭოფო არ უნდა იყოს დაუთმოს თუ არა საკუთარ დედას, მამას, მასწავლებელს, ანუ სხვა ადამიანს როგორ შეიძლება ეს ერთად განხილვისაგან იყოს, ის რომ მან ამ ქვეყანას უნდა მიხედოს, დაიცვას მისი თავისუფლება, მისი ღირსება, მისი სუფთავე, მისი ბუნება და ათასი რამე. ჩვენ მახსოვს რომ როგორ ვიზნებოდით, რას ნიშნავდა, რომ წყალი არ დაგვებინძურებინა და ეხლა არ მინდა ესე მოყვე როგორ გვასწავლდნენ ჩვენი ბაბადიდედები რა უნდა გავუკეთებინა, რომ წყალს სიბინძური არ მიხკარებოდა, მდინარეს, რუხს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იცოდა წინაპარმა, ესე უფრთხილდებოდა, ჩვენ ამას მოუწყდით, არაუშავნა რომ მოუწყდით, დროება მოიტანა ეს. ჩვენ უნდა ვასწავლოთ მათ ზნეობრივად ნამდვილ ქართველებად როგორ გაიზარდონ და ეს ნეობრივი ნამდვილი ქართველი დღევანდელმა დროებამ რაც მოიტანა, თქვათ პირობითად, აი ავტობუსი არ არსებობდა ხო ძველ დროს და აი ახლა არსებობს და შენ არ შეიძლება რომ იჯდე, როცა უფროსი ადამიანი დგას ფეხზე და მორჩენილი ამბავია. იქ რაღაცას სად რომელიღაც ქვეყანაში თუ რამეს სხვანაირად შეხედეს და რაღაც ექსპერიმენტი ტარდება ახალგაზრდა თაობაზე, ჩვენთან არ შეიძლება მაგალითად ის რომ ბილდ სიტყვაობა დღეს გახდა ჩვეულებრივ ამბად. ვიღაცები ტელევიზიით პირდაპირ ბილდ სიტყვაობს და ის გეუბნება რომ 1000 სახელს არ ქმნიან, რატომ შეიძლება რომ ეს მოხდეს. საჯაროდ
როდესაც ისმეს უფროსი უმცროსი საერთოდ არ შეიძლება ბილდ სიტყვა, მაგრამ როცა საჯარო სივრცეში ხარ, ტელევიზიით თუ ისე ხარ, რატომ არ შეიძლება ეს ბილდ სიტყვა და ეს ნეობა რომ შენ ვიღაცამ უნდა გასწავლოს. სამწუხაროა, მაგრამ ამას მოვესწარით, რომ ამას ახსნა და მტკიცება ჭირდება. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ეს უნდა ვასწავლოთ. არა, დღეს ახსნა და მტკიცება ჭირდება, რომ გეუბნებიან, რომ შენი ჟესტიკულაცია, შენი რაღაცით გამოხატვა შენი აზრისა ბილდ სიტყვების გარეშე მოხდეს. რომ არ დააზიანო მესამე ადამიანი, რომელსაც არ შენი გინება ეხება, არაფერი არ ეხება, უფროსია, უმცროსია, ბავშვია, ქალი, ასე შემდეგ, არ აქვს მნიშვნელობა. ეს ნეობრივი აღზრდა სკოლისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი და რასაც ამბობთ თქვენ, ეს ამ ხრი უნდა იჭდეს, რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ, რომ არა სპორტული თვალსაზრისით, არა წმინდა წყლის ნეობრივი აღზრდის თვალსაზრისით, ის შეიძლება რაღაცა ტრადიცია სხვა ერში, სხვა ქვეყანაში სხვანაირად არის. და შენ ქვეყანაში არის სხვანაირად. ის იმ ქვეყნისთვის არის მისაღები. და შენ ის აქაც რო ჩამოვა ის უცხოელი ჩვენ მის საბოს, მის ქცევას პატივი უნდა ვცეთ, იმიტომ რომ გავიაზროთ რომ ის არ არის ამ ქვეყნის შვილი, იმ ქვეყანაში ესია და რას ვიზამთ ის ეს უნდა მოიქცეთ. ხომ მასპინძლობა ჩვენ არ გვეშლება და იმედია არასოდეს არ შეგვეშლება და ასევე, როდესაც ჩვენ ვსტუმრობთ სხვა ქვეყანას, მის წეს პატივცემთ და მის ადაც პატივცემთ და თქვათ იქ რაც არის მიღებული, კი ბატონო, ის გვაქვს უთვალავი ფერი და სამყარო, ანუ ქვეყნებია ყველა სხვადასხვა კულტურა აქვს, თავის კულტურა და ამითი არის ჩვენ გავსწავლდებით, აი ამ ზუსტად ეს დენი ამას შეიცავს, შიგნით ეს დენი იყოფას ნეობებად. სიტყვაზე საოჯახოს ნეობა, იქ სტუმარ-მასპინძლობის ნეობა და ასე შემდეგ. შიგნით იყოფას ნეობებად. შეიძლება კონკრეტული ნეობა საქართველოში იყოს სხვანაირად სიტყვაზე ჩვენებურად ჩვენი ბიძაშვილობის წესი არის განსხვავებული. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწა არ აქვს მნიშვნელობა როგორ არის და რა არის, ჩვენი ბიძაშვილობის წესი არის განსხვავებული. ჩვენ ქრისტიანობაც კი მეოთხე თაობაში სისხლის ერთობას ამთავრებს და მეხუთე თაობიდან შეიძლება რომ ვიღაცამ ჯვარი დაიწეროს. საქართველოში ეს არ შეიძლება. ამას ჩვენის ნეობა კრძალავს. შეიძლება რომელიღაცა ერში სიტყვაზე სტუმარ-მასპინძლობა ყველას აქვს. მაგრამ სტუმარი და მასპინძელი შეიძლება რომელიღაცა ერისთვის სტუმარს და მასპინძელს თავისი ადგილი ჰქონდეს. ჩვენთან არ არის ეს წესი და ჩვენ ვიცით რომ მოსისხლე რომ მოგადგეს სახლში, იმ სისხლის აღების წესი იქ მთავრდება, იმიტომ რომ არა ის რომ ვაჟა-ფშაველამ ეს თავის სტუმარ-მასპინძელში აღწერა. ვაჟამდე 1000 წლით. რა თქმა უნდა. ეს ასე იყო. ვაჟამ უბრალოდ კარგად მოიტანა. არაფერი ის თავის ყოველდღიურობა აღწერა, ვაჟა-ფშაველამ თავის სამყარო, ის თავის დროის ქართველობის წესადათი აღწერა და ეს ჩვენი ხალხისთვის არის სხვანაირად დამახასიათებელი. შეიძლება მაგალითად აი ჩვენში არსებობს სისხლის აღების წესი. დღემდეა კიდე ეს ცოცხალი სისხლის აღების წესი. რაღაცა ერში სისხლის აღება შეიძლება მოხდეს შურისძიების დონეზე. მაგალითად ვიღაცა იყო, თქვათ რაღაც ფილმს უყურებთ, თქვათ და იქ ვიღაცა მოკლა და მე მასზე იძიეს შურის. სიტყვაზე საჭმელი მოუწამლეს და მოკლეს, თქვათ რაღაცა მოუწყეს და ის ავარია და დაიღუპა. სისხლის აღების წესი ქართულის ნეობა კრძალავდა მუხანათურად მტერთანაც მოქცევას. შენ მუხანათურად, მიუხედავად იმისა, ის მტერი იყო უღირსი, მუხანათური მოქცევა მტრის მიმართაც არ შეიძლება. ქართულის ნეობა, აი ჩვენ ვიცით, მიცვალებულთა დღეები გვაქვს და მიცვალებულთა დღეს მოიხსენებთ ჩვენ მიცვალებულს. ქართული ადათით, რომელიც განსაკუთრებით შემოინახა მთავ და მონაპირე კუთხეებმა, იმიტომ რომ მტრის გაცდა და შეგრძნება უფრო ძლიერი იყო იქ, აუცილებლად ხსენდება მტრის მიცვალებულები. იმიტომ რომ ის ღირსეული ადამიანი მტერსაც შეიძლება ყავდეს. ამიტომ ჩვენ მიცვალებულთა დღეს მტრის მიცვალებულებსაც ვახსენებთ. ეს ჩვენი ნეობა გასწავლის, ეს უკანახავს. თუ სადმე ამას არ ახსენებენ, ისინი ცუდი ხალხი კი არ არის. ისტორიამ და ცხოვრების გამოცდილებამ მათ სხვა რამე ასწავლა, მორჩა ესე ჩამოყალიბდით. ჩვენ ასე ჩამოყალიბდით. აი მონაპირე კუთხეებში არის მეთქი შერჩენილი, ხევსურეთში არის კარგად ეს შემორჩენილი დღემდე და როდესაც მტრის მიცვალებულით შესაძლებელი იდგება იმის გამო, რომ მონაპირე კუთხეებში იყო ეს
განსაკუთრებით საფრად იმის გამო რომ ჩვენ რაღაც მომენტში მე-15 საუკუნეში მაგალითად კონსტანტინოპოლის საბოლოოდ ბიზანტიის აღმოსავლეთ რომის იმპერიის განადგურების მერე საქართველოს დარჩა ერთადერთ ქრისტიანულ ქვეყნად აღმოსავლეთში, იმიტომ რომ აღარ არსებობდა აღარც სომხეთი, აღარც ალბანეთი, აღარც ქრისტიანული ჩილო კავკასია, აღარ არსებობდა ბიზანტია. მეზობელი არ ყავდა ჩვენ არა მეზობელი არ ყავდა რომელიც ქრისტიანი იყო. ამის გამო, როდესაც მტრის მიცვალებულთა შესაძლებლობას იტყოდნენ, იმ ტაბლაზე ღვინო აღარ იდგა, სასმელი აღარ იდგა. ამით პატივს მიაგებდნენ მუსლიმებს, რომლებიც მუსლიმ მიცვალებულებს, რომლებიც ღვინოს არ სვამდნენ და მათი სულებისთვის შეურაცხყოფა რო არ მიეყენებინათ ამით. მათ სახელზე რო მათი სახელი, მათი მიცვალებულები რო ხსენდებოდა, ის ტაბლა განახლდებოდა და აიღებდნენ მაგიდიდან სასმელს. რო აღარ ყოფილიყო ღვინო და არაყი, იმიტომ რომ ეს მათთვის იყო მიუღებელი. ამ დონეზე ქონდა ქართველს პატივისცემა იმის. ეს ჩვენი ზნეობა, ვისაც ეს არ აქვს, არაუშავრა, ის მათ რაღაცეები ქონდათ შეიძლება ჩვენზე უკეთესი, მაგრამ ჩვენ თუ ეს მოგწონს და თუ ეს წინაპარმა მოიტანა 1000 წლის იქიდან, 2000 წლის იქიდან, ეს არ უნდა დავკარგოთ და ჩვენი შვილები უნდა გაიზარდოთ ასეთებად და თუ არ გავსდით ჩვენს შვილებს ასეთებად, ისინი აღარ იქნებიან ქართველები. რაღაც ახალ ერს, ახალ ხალხს კი მივიღებთ, მაგრამ თუ ჩვენ კავშირი გაგვიწყდება ენით, ხელოვნებით, ოჯახის შვილობით, მეგობრობით, ბიძაშვილობით, მაშინ რა არის ჩვენი ქართველობა? თუ კი ეს ყველაფერი დავკარგეთ. მარტო ენა არ გასაზღვროს. არიან ერები, რომლებიც ენა სულ დაკარგეს, მაგრამ ტრადიცია რჯული შეინარჩუნეს და ამით შეინარჩუნეს ის ეროვნული სახე, ენაც კი დაკარგეს. აი ირლანდიელები მაგალითად ლაპარაკობენ ინგლისურად და შეიძლება 2% ლაპარაკობდეს ირლანდიურად, მაგრამ იმ თავისი მეზობელი ერისგან, რომელსაც ისინი ჩაყლაპა, ინგლისელებისგან იმით განსხვავდებიან, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი განსხვავება იმაშია, რომ მათი ეკლესია, ორივე ქრისტიანული, სხვადასხვა კონფესიას წარმოადგენს და ესეც ალბათ იქცური ბანებიც კიდე რაღაც. ხო რაღაც ტრადიციული შიში და მაშინ სხვა. მაგრამ ენა დაკარგეს და ასე რომ შეიძლება რაც მე ტრამპს დაკარგავ ენას, ტრადიციას და ასე შემდეგ, იმდენად შენ შორდები იმ წინაპარს, ვითაც გქონდა საერთო. ბატონო ნუკრი, ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა და მე მინდა რომ თქვენ, აი როგორც მეომარს, ისტორიკოს, მკვლევარს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლის, რასაც ქვია ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორია და პრაქტიკული ამის გამოყენებაში და დაარსებაში პიონერი ბრძანდებით, ესე რომ ვთქვათ, ფრონტის ხაზზე მდგომი. რამდენი ჩემ სამეგობროსთან ერთად, იმიტომ რომ მარტო მე კი მიწევს ამ ყველაფრის ხელმძღვანელობა, მაგრამ ჩვენ მეგობრების ჯგუფი ვაკეთებდი და დღემდე ვაკეთებთ ამას, ეს ერთ კაცი ვერც გააკეთებდა და არც ხვალე არ გაკეთდება თუ ეს მეგობრობა დაიკარგება ჩვენი შემდეგ თაობის მიერ. ამიტომ ერთი კაცი ყველაფერს სჭირდება თავი და წინამძღოლი და ხელმძღვანელი, მაგრამ ვერაფერს ვერ იზავს ის თუ ეს მეგობრების ჯგუფი და ჩვენ საბედნიეროდ ამ 30-35 წლის განმავლობაში უკვე დიდი ჯგუფი ვართ, დიდი სამეგობრო, რომელიც ხედრულ ტრადიციებს იკვლევს და ამ საქმეს აკეთებს და ჩვენი შეჯიბრებები წლის განმავლობაში 6 აუცილებელი შეჯიბრი ტარდება ამ სახეობების მიხედვით. ერთი საერთო ხრიდოლის საბრძოლო სამჭიდში ტარდება და იქაც როგორ გააკეთებ იმას თუ ყველა კლუბმა და ყველა გუნდმა რომ იმ მიმართულებით მუშაობს არ მიიღო შეჯიბრში მონაწილეობა. ამიტომ დიდებული საქმეა და მე მინდა რომ წარმატებები გისურვოთ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ თქვენ აკეთებთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ჩვენი ქვეყნისთვის და ესე რომ ვთქვათ, ეს ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ჩვენი გადაცემა და დასასრულს მივუახლოვდა და ჩვენი გადაცემის სახელი არის ბაგრატოვანი. მე მინდა თქვენ გთხოვოთ, რომ ორი სიტყვით რას ურჩევდით ბაგრატიონებს? ის რაც თქვენ ისტორიის მიმართულებით იცით და აი დღევანდელ დღეს რას ურჩევდით ბაგრატიონებს? აი ასეთ კითხვას გისმენთ. ჩვენი საქმე
თუ რამეს თვლით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ჩვენთვის, ჩვენი ჯგუფისთვის იქნებ ოცნებათაც არის და არის ის რომ საქართველოს ყოფილიყო მონარქიული სახელმწიფო. ისეთი მონარქიული, როგორც დღევანდელ დღეს შეეფერება. რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩვენ ვისაუბრეთ, რომ უნდა მოარგო თანამედროვე დროს და არა რაღაც ხო, ანუ არის ამ შემთხვევაშიც არის მაგალითები სახელმწიფოები, რომელშიც მონარქია არის შენარჩუნებული და მათ ქონათ ეს ბედი და იღბალი, მართალია მათი მონარქიები ძალიან ახალგაზრდაა ჩვენ მონარქიასთან შედარებით, მაგრამ მათ ქონათ იღბალი, რომ რუსი არ ყოლოდა მეზობლად და სახელმწიფო არ ღალატით, თორე ვერც რუსი ვერ გაუქმებდა მონარქიას და სახელმწიფოს თუ არა მოტყუებოდა ღალატი და მათ ქონათ ბედნიერება, რომ შეენარჩუნებინა და მათი მაგალითით შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორი შეიძლება იყოს თანამედროვე მონარქიები და სადღაც რაღაცა არასწორია, სადღაც რაღაცა სწორია და ჩვენ შეგვიძლია ეს არასწორები მოვაცილოთ და სწორი ქონდეს. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ ჩვენი ტრადიციის ნაწილია, ასეთი გრძელი დინასტიური ცხოვრება არც ერთ ევროპულ ყველაზე ძველი არის. ამაზე სადაოც არ არის და ჩვენ თავიდან როცა ხრიდოლის საქმე იწყებოდა და ხრიდოლის სამხედრო სისტემის აღდგენა მოხდა, ხრიდოლის გერბი როცა გავაკეთეთ, ავიღეთ ბაგრატიონთა სამეფო გერბი, მხოლოდ იმიტომ რომ ეს ბაგრატიონები განასახიერებდნენ თუნდაც 1000 წლოვანი იყოს, 1000 წლოვანი ქართული სახელმწიფოს ნიშანი იყო, იგივე ადრე იტყოდნენ არა სახელმწიფოს, არამედ იტყოდნენ მეფე განასახიერებდა სახელმწიფოს, იმიტომ რომ ვიცა მოკვდეს მეფეთათვის სულდი მათთვის ერთასებია და ესე იყო, იმიტომ რომ მეფე განასახიერებდა სახელმწიფოს. ამის გამო ჩვენ ახლა მონარქიული ტრადიციული სახელმწიფოს ზემოცნებობდით, ბაგრატონთა სამეფო გერბი, აი ჩვენ ავიღეთ ბოლოს გიორგი მეცნიერებისეული, ყველაზე უფრო დახვეწილია და კარგი ნახატი იყო. ავიღეთ ამოვჭერით ლომები, რაც იყო საჭირო ამოვჭერილიყო და ჩავსვით ხრიდოლი აწერია, აქვს ხრიდოლის სამი უმნიშვნელოვანესი სიწმინდე, რაც ხრიდოლის მებრძოლის სამშობლოს არის უფალი სამშობლო ღირსება აწერია და ხრიდოლის ფედერაცია. ესე იგი, ეს ჩვენ გვაქვს აქედან ჩანს ჩვენი დამოკიდებულება მონარქიის მიმართ. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას ბაგრატიონების, ეს სხვა დროსაც გავვითხოვს ჩემი აზრი, ალბათ ტელევიზიით არა, მაგრამ უფრო თვითონ ბაგრატიონებთან ჩემს მეგობრებთან აი შეც ხარ წარმომადგენელი ერთ-ერთი ბაგრატონთა ოჯახის, გავვითხოვს, რომ მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ ყოფაში აუცილებლად ასაც ვისურვებდი, ამ ეტაპზე რასაც ვისურვებდი, არსებობდეს ბაგრატონთა სახლი თავისი გარკვეული სივრცით, თავისი სასახლით, პირობითად ვამბობ, თუნდაც იყოს ეს დარეჯანის სასახლე, პირობითად ვამბობ რა. არსებობდეს რაღაცა სივრცე, სადაც ბაგრატიონები შეიკრიბებიან, ბაგრატიონებს როგორც თუნდაც ერთ ორგანიზაციას, ფედერაციას ეყოლება თავისი საერთო ერთი, თუნდაც მათ მიერ არჩეული ბაგრატონთა სახლის. კი ვიცი, რომ რამდენიმე შტოთ არის დაყოფილი ბაგრატიონები და შეიძლება ყავდეს თავისი თავი, მაგრამ ვისურვებდი, რომ ისინი იყვნენ ერთად, ყავდეთ საერთო თავი და ყველანაირ ამბავზე ისევე რეაგირებდეს ბაგრატონთა სამეფო სახლი, როგორც რეაგირებს თქვა სიტყვაზე საქართველოს მთავრობა, ქართული ეკლესია, ან რომელიმე თუნდაც სპორტული ფედერაცია, როცა ჭირია, ხიდია, ან რაღაც დამოკიდებულების გამოხატვა საჭირო, თუნდაც არაპოლიტიკურზე ბაგრატონთა სახლი გამოხატავდეს მას და კიდე ეს იყოს ცოცხალი ორგანიზმი სახელმწიფოში, რომელიც ჩართული იქნება ყველანაირ ამბავში. სიტყვაზე ვამბობ. ეს არის საეკლესიო დღესასწაული, თუ ხატობა მთაში, ან რაღაცა სპორტული ღონისძიება, სამეფო სახლი რაღაცა როლს თამაშობდეს აი ამ ყველაფერში და იქ ჩადდეს და მისი შვილები, მისი ოჯახის წევრები კი იმიტომ რომ ამ გვარს განსაკუთრებული როლი აქვს ქვეყნის ისტორიაში. რათამაშე ვიღაცა შეიძლება აღარ მოწონდეს მონარქიული წყობა, თანამედროვე თუნდაც ევროპული მონარქიული შეიძლება მოწონდეს, შეიძლება არ მოწონდეს, ეს განსაცდელია, მაგრამ არ არსებობს ქართველი, რომელიც შეძლებს დაამტკიცოს, რომ ეს ამ გვარს განსაკუთრებული როლი არა აქვს დათამაშები ქართული სახელმწიფოს გადარჩენაში. ჯერ ბოლო-ბოლო რომ დავითვალოთ, რამდენი მწერალი და მეცნიერია ერთი გვარიდან გამოსული, ბაგრატონთა გვარიდან გამოსული, საუკუნეების განმავლობაში არ არსებობს გვარი, რომელიც შეედაროს ერთ-ერთ ჩილოკავკასიაში
ჩემს მეგობრებთან ყოფნის დროს რაღაცა მაგალითი მოვიყვანე, აღარ მახსოვს გონი მეფე არჩილის იმიდა და ხოდა მითხრა ერთ-ერთ მეფე იყო და წერდაო, მკითხა და რომ ეს რომ მიპასუხა ასე ჩამოურაკრაკე კიდე რამდენი იყო მაგრატოვათა გვარი და ან მეფე ან უბრალოდ სამეფო ოჯახის შვილი ვიც წეოდა მეცნიერებაში და თვითონ წერდა თუ ვინმე უწერდა. მეოთხე თქვენ ახლა მელაპარაკებით რუსი და ევროპელი მონარქების ისტორია წაგიკითხავთ და ჩვენ ყავდა ხვლიანი მეფე, რომელსაც ერთ ხელში რომ კალამი ეჭირა, მეორე ხელში სამშენებლო იარაღი ეჭირა, თვითონ მუშაობდა და ქვა ჰქონდა ტაძარზე და არავინ მის მაგივრად არ აიტანდა იმ ქვას, მას უნდოდა რომ ეს გაეკეთები და მას ხმალი ეჭირა და არიჯდა შტაბში და არ ხელმძღვანელობდა იმას რა ქვია, პირველი მიდიოდა რომ პირველი ტყვია მას მიეღო, ესეთები ყავდნენ ჩვენ მაგრატიოდები, ესეთები იყვნენ, ესეთ მოიტანეს ეს ქვეყანა დღემდე და ის სამეგობროს ის მარტო ერთ კაცთან არ ვლაპარაკობდი, ჩვენ ძმებს, ჩილოგავასილებს გაუკვირდათ რომ მათ წარმოედგინათ რომ ჩვენი ძმები ჩილოგავასილებს ხშირად ამაყობენ იმით რომ იქ იყო თავისუფალი საზოგადოება, როგორც ჩვენ მთაში იყო თავისუფალი საზოგადოება და წარმოედგინათ წმინდა წყლის რაღაცა მონათმფლობელური ან ბატონყმული ფეოდალური სახელმწიფო, რომელშიც აი მეფე აი უსაზღვრესი არსება ზის და სადღაც და არაფრის გამკეთებელი არ არის გარდა იმისა რომ პაპისგან და მამისგან გადმოეცა მემკვიდრეობა. არ ყავდა სამედრიო ჩვენ ესეთი მეფეები და ყოველი მეორე რამის წმინდანი იყო და როგორც მწერალი, როგორც მეცნიერი, როგორც მეომარი, როგორც სარდალი უამრავი ყავდა გამორჩეული და მე ვისურვებდი რომ ამ გვარს როგორც 1000 წლის განმავლობაში, 1000-ზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ პირობითად თქვა 1000 წლის განმავლობაში უამრავი სიკეთე გაუკეთებია საქართველოსთვის, ვისურვებდი რომ ეს ძლიერი თუნდაც ორგანიზაციის დონეზე ძლიერი ჯგუფი იყოს, რომელიც ისევ გააკეთებდა ამ საქმეს. მე დღესდღეობით ვიქნებოდი თუ ესე იქნებოდა. ბატონო ნუკრე აი ზუსტად სულ მაგას ვცდილობდა აბსოლუტურად გეთანხმებით ამას ყველა ნახავს ჩვენ დინასტიის წარმომადგენლები ვინც არიან და იმედია რომ უფრო მოხდება ამ მიმართულებით უფრო გაძლიერება. ძალიან დიდი მადლობა. ამ პატავნებად არ ჩათვალონ გლეხი კაცი რო ჭკვაზე ვარიკებ მეფეებს. დამოკიდებულება როგორი იყო ხო იცით ეს რო გავხიარულდეთ მაგის გამო იზახით. მოკლედ დღევანდელი გადაცემა დასასრულს მივახლოვ და უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. ნებისმიერ დროს თუ თქვენ რაღაც გექნებათ სათქმელი საზოგადოებისთვის, ჩვენი ეთერი ყოველთვის მზად იქნება, იმიტომ რომ რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ და ჩვენს განსაკუთრებით თანამედროვე დროში სწორად მორგებულ ტრადიციულ ფესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ გააზრებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ყოველთვის საპატიო სტუმარი იქნებით ჩვენი გადაცემის და მე კიდე ჩემი საყვარელი სიტყვები არის, რითაც გადაცემას ვასრულებ ხოლმე, ეს არის ეშმაკი ყოფს ღმერთი აერთიანებს. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.